სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. მე კიდევ ერთხელ მინდა რომ თქვენთან ერთად წავიკითხოთ დღევანდელი 60 ქულო ეფესელთა მიმართ ეპისტოლეა და პავლე მოციქული ჩვენ გვარიგებს როგორ უნდა აწარმოოს ადამიანმა სულიერი ბრძოლა, ვისთან აქვს ეს სულიერი ბრძოლა, რა არის ჩვენი ბრძოლის იარაღი, ქრისტიანის ბრძოლის იარაღი, ესე იგი შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისა, ანუ შეიმოსეთო შეიარაღდით ღვთის საჭურველი, რაითა შეუძლოთ თქვენ წინა დადგომად მანქანებად ამათ ეშმაკისად, რომ წინ აღუდგეთ ეშმაკის მანქანებას, ეშმაკის საცდურებს, ესე იგი. და ეს საცდურები ძალიან ბევრია, ძალიან მრავალფეროვანია, იმდენად მრავალფეროვანი, რომ ადამიანი თუ ესე იგი ნახეთ დღევანდელ სახარებაში როგორ იყო, იყავითო გველივით ბრძენიო და მტრედივით უმანკო. თუ ეს გველის სიბრძნე არ აქვს ადამიანს, ესე იგი ვერ გაუგებს თავსა და ბოლოს და შეიძლება თეთრი და შავი ერთმანეთში აერიოს. იმდენად დახელოვნებულია ეშმაკი, იმდენად მზაკრულად მიდის ადამიანთან და პირველ ადამიანებთანაც ასე მივიდა ადამთან და ევასთან. მათ ტყუილი კი არ უთხრა, არამედ მათ უთხრა ტყუილ მართალი ერთმანეთში არეული. და ეს არის, ახლა შხამის გარჩევა ადვილია, მაგრამ თაფში შერეული შხამი რთულია გაარჩიო და ესე მიდის ეშმაკი ადამიანთან. ანტონი დიდმა ნახა, ესე იგი ეს დიდი მოღვაწე იყო, განდეგილური ცხოვრების ფუძემდებელი და მართლაც მაგალითი და საზომი ქრისტიანობისა და მან ნახა მთელი დედამიწა რაღაცა ბადით დაფარული, დაქსელილი. და იკითხა რომ რა არისო ესო და მას ღვთისგან ეუწყა რომ ეს არისო ეშმაკის მიერ ადამიანთა დასაღუპად დაგებული საცდურები, მახეები. და იმდენად მრავალი იყო და მრავალგვარი, მრავალფეროვანი, რომ ახლა მოღვაწესაც კი აღმოხდა ესეთი შეკითხვა, რომ მაშინო ვიღა გადარჩება. თუ ასეთი საცდურებია, ანუ ადამიანს თუ ეს ემუქრება. და უფალმა უთხრა რომ გადარჩება მხოლოდ თავმდაბალი და მორჩილია. და თან ნახეთ სიტყვებს დააკვირდით. კი არ გითხრა რომ თავმდაბალი და მორჩილიც გადარჩება. მხოლოდ თავმდაბალი და მორჩილი გადარჩება. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ესე იგი, თუ ადამიანს არ აქვს სიმდაბლე, თუ ადამიანს არ აქვს მორჩილება ღვთისადმი, ის შეუძლებელია რომ გადარჩეს. შეუძლებელია ურჩი ადამიანი იყოს სასუფეველში. და შეუძლებელია მორჩილი ადამიანი იყოს ჯოჯოხეთში. ეს სახარებისეული სწავლება გახსოვთ, თხები და ცხვრები რომ დააყენა, ზოგი მარჯვნივ დააყენა, ზოგი მარცხნივ, არა? ცხარი მორჩილია, თვინიერია და ის გადარჩება და თხა ურჩია და ვერ გადარჩება. და უთხრა რომ ვერც კი შეეხებიან მათ, ანუ თავმდაბალს და მორჩილს ეს მახეები ვერ შეეხებიან. ესეც იარაღია თავმდაბლობა და მორჩილება. რამე თუ არ არის ბრძოლა ჩვენი სისხლთა მიმართ და ხორცთან, ანუ შეიმოსეთო ეს საჭურველი ღვთისაო, რადგანო ჩვენი ბრძოლა არ არისო სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, ანუ ადამიანების წინააღმდეგ არ არის ჩვენი ბრძოლა. არამედ მთავრობათა მიმართ და ხელმწიფებათა, სოფლის ყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროისათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან სასაქვეში. ანუ უკეთური სულების, ანუ დაცემული ანგელოზების, ანუ ეშმაკების წინააღმდეგ არის ჩვენი ბრძოლაო და რადგან ისინი არ არიან ხორციელები, ჩვენი ბრძოლის იარაღებიც არ არის ხორციელი, არამედ არის სულიერი. ამისთვის აღიღეთ ყოვლად საჭურველი იგი ღვთისა, ანუ კვლავ იგივე ამბობს, რომ აღიღეთ ეს იარაღი, რაითა შეუძლოთ წინა დადგომა დღეს ამას ბოროტსა და ყოველსავე იქმოდით, რაითაც დგეთ. შეიარაღდით რომ და ყველაფერი გააკეთეთ, რომ იდგეთ, რომ არ დაეცეთ. ყველაფერი გველსა აქვს თურმე ასეთი თვისება, რომ ესე იგი, თუ თავს რაიმე ემუქრება, მთელ ტანს გადაიფარებს, რომ თავი არ გაუჩეჩქონ, ესე იგი, იმიტომ რომ თავია იქ მთავარი, თუ თავი, მაშინ
მთელი ტანიც რო შუაზე გადაჭრა, ის მაინც ცოცხალია, მაგრამ თუ თავს რამე დაემართა, მორჩა და ადამიანისთვის ეს თავი არის რწმენა. ყველაფერი უნდა გაიღოს ადამიანმა, რომ რწმენაში დარჩეს, ესე იგი, რწმენა არაფერმა არ შეურყიოს. ისედაც რომ დავაკვირდეთ, ახლა ჩვენ აი რა გვეწოდება? კი ლოცულობს ქრისტიანი, მაგრამ ლოცველი კი არ ეწოდება იმდენად, ან მარხველი, ან მოწყალე, რა ეწოდება? მორწმუნე ეწოდება რა. ეს არის თავი, ამით იწყება. სამი დიდი სათნოება, რწმენა, იმედი და სიყვარული. აი ეს სათავეც რწმენა. რწმენის გარეშე იმედი შეუძლებელი და იმედის გარეშე სიყვარული. მტკიცედ უკვე დეგით. მოირტყენით წელნი თქვენი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭვი იგი სიმართლისა. აი რა არის იარაღი ადამიანის, ჭეშმარიტება და სიმართლე. ჭეშმარიტება რომ შეიმეცნოთ. გახსოვთ უფალი ამბობს იოანეს სახარებაში, შეიცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლეთ თქვენ. დღეს ადამიანი ამბობს, ისე როგორც მაშინაც ამბობდა, ჩვენ არავისი მონები არ ყოფილვართო და ის გაუნდა გაგვათავისუფლოს. და მოციქული ამბობს, რომ ესე იგი, ვინც ვისგან არის ძლეული, მისი მონა არის. ანუ რამაც შენ გძლია, ის არის შენი ბატონი. შენ ხარ მისი მონა. ჩვენთვის ეს უნებებია. უნებები, რამდენი უნებაა, რასაც ჩვენ დაუყრივართ, ესე იგი, ჩვენ კი გონია, რომ თავისუფლები ვართ. და ჩვენ რა დღევანდელი წუთისოფელი ასე აღიქვამს, რომ თავისუფლებას ამბობს იმას, რომ რომელ ნებასაც მინდა იმას დავემონები და რამდენადაც მინდა იმდენად დავემონები. უბრალოდ რამდენადაც ამას არ ამბობს. აი რომელ ნებასაც მინდა იმას დავემონები და ბატონად გავიხდი და ეს არის ჩემი თავისუფლება. თავისუფლება ის არის, რომ შეგიძლია არც ერთს არ დაემონო. აი არის თავისუფლება. და თუ რომელიმე დაგიპყრო, რომელიმე ვნება, ესე იგი ის არის შენი ბატონი. აი მაგალითად ვიღაცას რაღაც უწმინდური უნება აქვს, ვიღაცა ნარკოტიკისკენ არის მიდრეკილი, ვიღაც ლოთობისკენ და იმან დაიპყრო და არ შეუძლია იმის გარეშე. დიდი ძალისხმევაა საჭირო, ვიღაც აზარტულმა თამაშებმა და იმან დაიპყრო, იმან დაიმონა და როგორ არის თავისუფალი? მონა როგორ არის თავისუფალი? და შეისხენით ფეხთა თქვენთა გამზადებულება იგი სახარების ამის მშვიდობისა. რომ მშვიდობა ახაროთ, მშვიდობის სახარება რომ მიიტანო ადამიანებთან, აი თქვენ ყოველთვის მზად იყავითო. ფეხზე ეს შეიმოსეთო, ეს არის ქრისტიანის ერთ-ერთი იარაღი, რომ ადამიანებს ახარო, ესე იგი ადამიანებთან მშვიდობა მიქონდეს და ადამიანებთან, აი მაგალითად მოციქული პეტრე ამბობს, რომ თქვენო თუ ვინმე რამეს გკითხავთ, რომ მზად იყავითო, რომ უთხრათო თქვენში არსებული იმედის შესახებ, გასცეთ პასუხი, ანუ მარადიული სიცოცხლის იმედის შესახებ. მორწმუნე მოვალეა, რომ დაუშვათ თუ ვინმე გკითხავს რწმენის შესახებ, კიდევაც აუხსნა სხვას. ოღონდ მაშინ თუ ვინმე გკითხავს. და თუ არ გკითხავს და არც აინტერესებს, ამაზე უფალმა გითხრა, აი თუნდაც დღევანდელ საკითხავშიც, რომ შეიგი სიწმინდეებს ნუ დაუყრითო ძაღლებს და ღორებს. ეს სიწმინდეა მარგალიტებს ნუ დაუყრითო. ესე იგი, სახარებისეული სიტყვები არის მარგალიტები და გადმოულაგო და გადმოუშალო და მოუთხრო იმ ადამიანს, ვინც არ დაგიდევს და თანატყობს, რომ არ აინტერესებს და ის ფეხით გათელავს და შენ საკეთ შემოგიბრუნდება. ეს სახარებისეული სიტყვებია, მაცხოვრის სიტყვები. ამიტომ ვინც არ გეკითხება და ვისთანაც ფიქრობ, რომ ის პირიქით სამასხარაოდ გამოიყენებს მაგ სიტყვებს, არა? არ უნდა თქვა. ერთი იმიტომ არ უნდა თქვა, რომ შენ გაუფრთხილდე იმ მარგალიტზე კიდევ უფრო ძვირფას სიტყვებს და მეორე იმიტომ არ უნდა თქვა, რომ აქაც კეთილგონიერებაა საჭირო. თუ იცი, რომ ის ამას აბუჩა დაიგდებს და კიდევ უფრო ცოდვაში ვარდება, რატო უნდა დაუგო საცდური ამის გამო კიდე? ყოველსა შინა ავიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისა, ანუ რწმენის ფარი აიღეთ, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განხურებულთა დაშრეტად. ანუ ეშმაკის მიერ ეს გავარვარებული ისრები რომ მოდის,
აი იმას რომ დაუხდე რწმენის ფარი აიღეთ, რომ რწმენით შეხედო ყველაფერს. და ჩაფხუტი იგი ცხოვრებისა დაიდგთ. ანუ სიცოცხლის ჩაფხუტი. სხვადასხვა აი წმინდა იოანე ოქროპირი ასეთ რამეს ამბობს, რომ თითოეული საქმის დაწყების წინ აი დავუშვათ რაღაცა საძნელო საქმეა დასაწყისი. დავუშვათ აი მოდი ვიღაცა მარხვას არ მარხულობს და მარხვა უნდა დაიწყოს და ისე ეძნელება რომ გეგონება რაღაც უსაშველო იწყება. ვიღაცას ლოცვა აქვს ესე, ვიღაცას ახსარება ვერ უთქვამს. იმაზე კი არ უნდა იფიქროს საქმის სიძნელეზე. არამედ აი ამ საქმის შედეგებზე უნდა იფიქროს. სიცოცხლის ჩაფხუტი ახლა ჩვენ რო შევხედოთ რომ ადამიანმა იფიქროს მარადიულ სიხარულზე. აი იმ სიხარულზე რაც იმ წმინდანებს აქვს, რომლებმაც ეს წუთისოფელი უკვე გამოიარეს, ქრისტეს ბოლომდე უერთგულეს. აი მაგალითად 100,000 მოწამის ხსენება იყო გუშინ წინ. იმის წინ კიდევ წმინდა იოთამ ზედგენიძისა, ხო? ერთნი ქრისტესთვის აღესრულნენ მოწამეობრივად, მეორე ღვთისმკურთხეული მეფისათვის და ეს ერთი და იგივეა ფაქტიურად. და აი იმ სიხარულზე უნდა ვიფიქროთ, რა სიხარულიც ახლა მათ აქვთ. იმაზე კი არა, როგორ ძნელი იქნება ამის გაკეთება. და ადამიანი ბაღში რომ გადის სამუშაოდ, აი ამ საქმის სირთულეზე ფიქრობს თუ იმ შედეგზე, რაც ამას შეიძლება მოყვეს, არა? ის სიცხეშიც მუშაობს, ხან სიცივეში უწევს, ხან იღლება, ხან სველდება, ასე შემდეგ. მაგრამ იმ ნაყოფის მოწევნის იმედად და იმაზე ფიქრით ადამიანს უადვილდება. იმაზე ფიქრით, რომ ეს ნაყოფი თავის შვილებს გამოყვებას თუ ჩააცვამს თუ დაახურავს, ამაზე ფიქრით უადვილდება შრომა. იმიტომ რომ უყვარს თავისი შვილები და აქაც საქმის დასაწყისში უნდა იფიქრო, რომ მარადიული სიხარული გელოდება და ეს გაგიადვილებს. და მახვილი იგი სულისაი, რომელ არ სიტყვა ღვთისა. აი ესეც იარაღია. სულის მახვილი, ღვთის სიტყვა. ღვთის სიტყვა, ესე წერია წმინდა წერილში, რომ იმდენად ბასრია, რომ სულის ყველაზე ისეთ უკიდურეს კუნჭულებამდეც კი სწდება. აი ესე მაგალითად ადამიანი მოისმენს ღვთის სიტყვას და ყოფილა რომ ძალიან ესე რომ ეჩხლიტება სადღაც იმ დაფარულში, რომელიც შეიძლება არავინ არ იცის, მაგრამ მარტო ჩვენ ვიცით, შეიძლება ჩვენც კი აღარც გვახსოვთ. მაგრამ ის სიტყვა იქაც კი პოულობს ადგილს და იქაც კი შეუძლია რომ ამოკვეთოს ის წყლული რაც არის. ამიტომაც აი რომ ადამიანი ყოველთვის სახარებას უნდა კითხულობდეს, რომ ეს სახარება კურნავს ჩვენს დაწყულებულ სულს, კურნავს. ჩვენ ვიცით მე უკვე რა არის თეთრი და რა არის შავი. და საბოლოო ჯამში გამოდის, რომ ჩვენ იმ საცდურებისა კი არ უნდა გვეშინოდეს. არა, რაზეც წეღან ვისაუბრეთ, რომ ანტონი დიდმა რო იხილა. არამედ უნდა გვეშინოდეს, რომ ღვთის გარეშე არ დავრჩეთ ამ საცდურების წინააღმდეგ. აი, ღვთის იარაღის გარეშე არ დავხვდეთ ამ საცდურებს. ესე იგი, შორის მრავალთა საცდურთა ვალ. გახსოვთ ეს სიტყვები ძილის წინალოცებში. უფალს ვეძებთ, რომ გვიხსენიო, რადგან მრავალი საცდურის შორის დავდივარო. და მართლაც ესე ადამიანი ყოველდღიურად დადის აი ამ საცდურებს შორის და ყოველდღიურად არის დაცემის შესაძლებლობა. მაგრამ თუ ადამიანი თამდაბლობით და მორჩილებით შეხედავს ამ ყველაფერს და იმედი ექნება ღვთისა, თუმცა თვითონაც მცდელობას არ დააკლებს, მაგრამ ამ მცდელობაზე არ იქნება მისი იმედი დამყარებული, არამედ ღმერთზე. აი ესეთი ადამიანი გადაურჩება იმ საცდურებს. და რომც დაეცეს, ეს თამდაბალი ადამიანი იოლად შეიძლება წამოაყენოს ღმერთს. ამ პარტავანის წამოყენება ძნელი. იმიტომ რომ ის არ ნანობს, ის არ იტყვის, რომ მე შემეშავე. ის არ იტყვის, რომ მე აქ დავეცი, იმას გონია, რომ ისე ფეხზე დგა. თუმცა გულის სიღრმეში იმანაც იცის, რომ დაეცი. ამიტომაც აი რომ ამ პარტავანი კაცის წამოყენება რთულია და თამდაბალი ადამიანისა კიდე ძალიან ადვილი ღმერთისათვის ადვილი, თორემ კაცთაგან ეს შეუძლებელია. მაგრამ რაც კაცთაგან შეუძლებელია, ღვთის მიერ არის ეს შესაძლებელი. ამიტომაც ჩვენი იმედი უნდა იყოს ღმერთზე. თუმცა ღმერთმა რომ მოგხედოს მოწყალე თვალით, არა, ჩვენც ხო უნდა დავანახოთ, რომ აი ჩვენ ასე გვინდა უფალო.
ჩვენც გვინდა უხალგოვნა დააკაკუნეთ და გაგიღებთ. ითხოვეთ და მოგეცემათ. თუ ადამიანი არ ითხოვს, თუ ადამიანი არ ეძებს და არ აკაკუნებს ღვთის გულმოწყალების კარზე, მაშინ არც უნდა უკვირდეს თუ არ გაეღება ეს კარი. ღმერთმა მოგვანიჭოს ჩვენ რწმენა ღვთისა და იმედი და სიყვარული. მოგვანიჭოს ის იარაღი, ის მინდობა ღმერთისადმი მორჩილება და თამდაბლობა, რითიც ჩვენ იმ სასტურებს გადაურჩებით, რომელიც ჩვენს დასაღუპად არის დაგებული თითოეული ადამიანის დასაღუპად. იუდა რომ ღვთის გამცემელი გამოდგა, მხოლოდ იუდას მიმართ არ წარმოებდა ეს ბრძოლა ეშმაკისაგან, მაგრამ იუდაში ეს გასაქანი პოვა. ეშმაკი სიამოვნებით დასცემდა 12 მოციქულს, მაგრამ იუდაში იპოვა ეს შესაძრომი და იუდა დასცა ამით. ღმერთმა დალოცვილი და გახარებულები გავყოფოთ. ჩვენთან არის ღმერთი.